წყალტუბო, ქალაქი, რომელიც საკურორტო ზონად ითვლებოდა, ახლა ასე გამოიყურება. თუ ამ ქალაქში მოხვდები, თუ ადგილობრივებს გაესაუბრები, ცხადად შეიგრძნობ მათ გაჭირვებას. პენსია რა არის, დედიკო 300 ლარი, რა წამალი უნდა იყიდო, თუ სად უნდა წახვიდე, რაით უნდა იქნება და რაცხა პატარა პურის ფული თუ ვიშოვეთ და იგი რა, ეგია ჩვენი ცხოვრება. ასეთი ცხოვრება, მეტი არაფერი არა სიკეთე. არ არის ხალხის, არ არის აბონენტები, კლიენტები, რომ მოვემსახუროთ ხალხს, რამე იყიდო, საშუალება არ აქვს ფულის შვილო და ამიტომა ასეთი მდგომარეობა. დამსვენებელი არაა შვილო. კურორტი იმით იყო დამსვენებლები რომ შემოდიოდნენ, იმით ვაჭრობდა ხალხი. ერთ დროს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის მოსახლეობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურობად იქცა. პრიორიტეტების განსაზღვრა ჭირს, საჭმელი თუ წამალი. წყალტუბოელებისთვის ორივეს ყიდვა ფუფუნება, ამიტომ არჩევანის გაკეთება ამ ორ შორის ხშირად უწევთ. მიჩერებული არის პენსიაზე. პენსია რო იპედერაცხა თითო როთელოს ყიდულობს ხარ. მეტი აფერი არის ტანჯის ცხოვრება, ტანჯის დედა. მე ახლა გადაჭერებულად ახლა საუბრეს, მაგრამ ძალიან ცუდი პერიოდია შვილი. აი რა ის სკოლის ხოთა პერიოდში. თქვა დაგჭა რაც ამაში ხარ მაღაზიაში ყველაფერი ძვირია. დაასდევს ხალხი გაჭირებული. ხრიამ ქსელებს რომ არის აქცია, არის ზეთი გაიაფთა, არის რაც ასე ტანჯური ცხოვრებას ამდიქან და ემცი. მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაშია, აქ დარჩენილებს კი წინასაარჩევნოდ იმ დაპირებების მოსმენა უწევთ, რომლებიც არ სრულდება. ისე წყალტუბო ხო ძალიან პატარა ქალაქი იყო საერთოდ და კურორტი ახ ძირითადად დამსვენებლებზე იყო მთელი ქალაქი გამოგივედი. ახლა აღარ არიან სანატორიუმს კი ხედავთ რა დღეში. ყველა არჩევნების დროს არის მაგის პირობა. პირობა რომ გაკეთდება წყალტუბო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჯანძა. ისე რაც უკვე თუ ვინმე შეუძლია წავიდეს უკვე. არავინ აღარ ჩერდება. ჯერ მარტო ქალები უნდა წასულებდა, ხო ოჯახებით მიდიან უკვე. ხო და აღარ დარჩა ხალხი. ფაქტიურად ნახევარი იქნება ალბათ წყალტუბოს მაცხოვრებელი რაც იყო იმასთან შედარებით. იცლება ნელა-ნელა საქართველოს რა ვიცი ბოლოს რა დავჩერდით ვერ გეტყვი. არ ვიცი ნამდვილად. კლიენტები ვიცი სადა ახანე ხალხი გარბის აქ. რატო გარბის რა არის ამ? რატო გარბის? შენ არ გინდა წასვლა. სკოლას უნდა ჯანმრთელობა მეტყო და ზარცაკანი ერთუց საკავშირით საქართველოს. სანატორიუმები, რომლებიც ამ ქალაქის მთავარი მოსაწვევი იყო, ახლა თითქმის განადგურებულია. ჯერ კიდევ 2015 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ წყალტუბოს გერმანიისა და ჩეხეთის ცნობილ საკურორტო ქალაქებს, ბადენ-ბადენსა და კარლოვი-ვარს დაამსგავსებდნენ. თუმცა ადგილზე ჩასულ ნებისმიერ ადამიანს თვითონ შეუძლია იხილოს, როგორ ნადგურდება სანატორიუმი. წყალტუბო ეს არის უნიკალური კურორტი. ამის მნიშვნელობა ჩვენ მე მგონი ჯერ კიდევ არ გვაქვს კარგად გააზრებული, იმიტომ რომ წყალტუბოს აღიარება არის ყველგან ცნობილი, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად თამამად და ამაყად შევადაროთ ეს კურორტი, ისეთ ცნობილ კურორტებს სოფლიოში როგორც არის ბადენ-ბადენი ან კარლოვი-ვარი და ასე რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიციები. ჩვენ სახელმწიფო რა ჩვენ შეგვიძლია და ჩვენს ასე ვთქვათ ვალდებულებაშია და ჩვენ მასშტაბობა არის ყველაფერს ვაკეთებთ. 2015-ში არაფერი გააკეთეს, მაგრამ 2019 წელს ივანიშვილმა პირობა დადო, რომ პირადად ჩაუდგებოდა სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. ქალაქი მოკლე ვადებში უნდა აღორძინებულიყო. დაპირებიდან 6 წელი გავიდა, მაგრამ წყალტუბო ისევ მიტოვებულია. ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე 100 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში ბიზნესიც ინერტულია, მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩაუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველყო მისი განვითარება. ამას სჭირდება კეთილი ნება, უბრალოდ კეთილი ნება, რომ აქ ფინანსი სახელმწიფომ დაიწყოს თვითონ. შადოს. ქონდა დაპირება, რომ 2019-ში შეისყიდდა. აქ ავარ ზუსტად მე ამის თქმას ვაპირებდი ზუსტად, რომ აი ივანიშვილმა პირობა მიცა ანუ წყალტუბოზე ძალიან ადრე რომ ყველა სანატორიუმს შეისყიდდა და თვითონვე გააკეთებდა აქ ბაღნარს.
მაგრამ 2025 წელია კალენდარზე. აქ კი უყურებთ ამ სანატორიუმს თუ რა ხდება. ამ 22 სანატორიუმის ამუშავებისთანავე, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილები წყალტუბოს მკვიდრით დათვის. იქნება უკვე ნორმალური. შეიძლება წყალტუბოელებს არ ჰქონდეთ პროდუქტების, წამლების, ექიმთან ვიზიტის ან ტანსაცმლის ყიდვის საშუალება, მაგრამ სამაგიეროდ აქვთ 16 მილიონიანი ახალი სკვერი. სადაც დღის განმავლობაში იმაზე ფიქრით დაღლილები, როგორ გადარჩნენ და როგორ გამოყვებონ ოჯახები, საღამოს გასეირნებას შეძლებენ. ეს არის ბუნებრივი ტბა, რომლის იერსახე შეგიძლია შეადაროთ რადიკალურად აქ არ შეცვლილა და არც იმხელა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარებული იყო, რომ 16 მილიონი ლარი დამჯდარიყო და სამწუხაროდ ეს არის ზოგადად ტენდენცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლება როგორ ხარჯავს არამიზნობრივად თანხებს მაშინ როდესაც ამ ქალაქში თითქმის კერძო სექტორი არ არსებობს მიტოვებულია ყველა სანატორიუმი რომლის რეაბილიტაციასაც 10 წელია უკვე ქართული ოცნება და ბიზინა ივანიშვილის წყალტუბოელებს პირდება და როგორც ყველგან აქაც თავარი პრობლემა არის გადინება მოსახლეობა შემცირდება და რეალურად ახალგაზრდებს აქ თვითრეალიზების საშუალება არანაირად არ აქვთ. დაპირებას შესრულების ნაცვლად ისევ ახალი დაპირება მოსდევს. სანატორიუმები დამსვენებლების ნაცვლად ნანგრევებითაა სავსე. წყალტუბო არც ბადენ-ბადენს დამსგავსებია და არც სხვა რომელიმე ევროპულ კურორტს. ვერც წყალტუბოელები გრძნობენ, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობენ.